გახლავთ მეორე შეხვედრა, მეორე სესია. ალბათ ყველა თქვენთაგანი ესწრებოდა პირველ სესიას, სადაც განვიხილეთ ინსტრუმენტები ელექტრონული პოსტა და OneDrive. და მაინტერესებს თუ დაიწყეთ ამ ინსტრუმენტების გამოყენება, მაგალითად OneDrive-ის გამოყენება და თუ გაქვთ სურვილი რომ გაგვიზიაროთ თქვენი შთაბეჭდილება ამ ინსტრუმენტების შესახებ. თუ დაიწყეთ მუშაობა და თუ იყენებთ უკვე OneDrive-ს. იყენებს ვინმე? დიახ, ადრეც ვიყენებდით. ძალიან კარგი. აი, მე მაგალითად იმ წერილებს უკვე კარგად ვაგზავნი OneDrive-ით, ის რო არის რაღაცა ასატვირთი რა, მაგი არ გამომდიოდა და ახლა გამომდის. კარგით, მოკლედ, გავაზიარებ მე ახლა ეკრანს და წარმოგიდგენთ იმ ინსტრუმენტებს, რომლებსაც ეს დღეს ვისაუბრებთ. თითით და ამიდასტურეთ, გაზიარდა თუ არა ჩემი ეკრანი. გაზიარებულია ალბათ. კი ბატონო. მოკლედ, როგორც იცით, ჩვენ რეალებთ მოკლედ აი ამ Office 365-ის გარშემო, ასე ვთქვათ და განვიხილავთ იმ ინსტრუმენტებს, რომლებსაც შეიცავს ეს მთლიანი პაკეტი Office 365, Microsoft-ის Office 365. ვისაუბრეთ Outlook-ზე, OneDrive-ზე, აი დღეს მინდა გესაუბროთ Online PowerPoint-ზე და Sway-ზე. ასეთი ინსტრუმენტი არსებობს, თუ ვინმე იცნობთ და მუშაობთ ამ ინსტრუმენტში, ძალიან გამიხარდება, თუ ნაცნობია თქვენთვის, თუ არა და დღეს გაიცნობით. ეხლა რაც შეეხება ამ PowerPoint-ს, დარწმუნებულია, რომ უმრავლესობა იყენებს ამ PowerPoint-ს, რომელიც გახლავთ საპრეზენტაციო პროგრამა, მაგრამ ეს გახლავთ online ვერსია. რა თქმა უნდა, მუშაობის პრინციპი იგივეა, უბრალოდ რაღაც ნიუანსებშია სხვაობა და სწორედ აი ამ სხვაობაზე გავამახვილებ დღეს ყურადღებას. ისე მაინც დავსვავ კითხვას, ალბათ მუშაობთ ამ ინსტრუმენტში, ხო იყენებთ PowerPoint-ს? მე ვიყენებ მაგალითად ძალიან კარგად ვიყენებ. კი ბატონო, ძალიან კარგი, ვიცი რომ იყენებთ, უბრალოდ აი ამ online ვერსიას თუ იყენებთ, თუ გამოგიყენებიათ online ვერსია. ნუ პრინციპი მუშაობისა იგივეა, რა თქმა უნდა, არ არის ეხლა. აი გადავიდეთ და ვნახოთ. მანდ უფრო ადვილი მუშაობა. აქ უფრო ადვილია? დიახ. რატო? არა, ნამდვილად ადვილია, იქაც ადვილია ის პრინციპში. ძალიან გამიხარდა ეხლა ესე რომ თქვით. არა, სლაიდების დიზაინებს თვითონ გნის და ძალიან კარგია. კი ბატონო. არა? კი ბატონო, არა, დიზაინი უფრო დიდი არჩევანია და უფრო მეტი შესაძლებლობებია აქ online ვერსიაში, რა თქმა უნდა. აქვე შეიძლება კი ბატონო რესურსის ან სურათების მოძიებაც ეგ ჩაშენებულია, ასე ვთქვათ, ეს საძიებო სისტემა სურათების, ვიდეოების და ასე შემდეგ, მაგრამ აქ კიდევ სხვა არის რაღაც ძალიან საინტერესო, როდესაც ხდება გაზიარება ისეთი სტატუსით, როდესაც შეგვიძლია ეპრეულად იმუშაონ ადამიანებმა ან გავგზავნოთ ისეთი სტატუსით, რომ შეძლოს მან რედაქტირება ამ პრეზენტაციის. აი ნახოთ ეხლა, მე არ ვაპირებ ეხლა თქვენ იცით მუშაობა, უბრალოდ აი ამ ნიუანსებზე გავამახვილებ ყურადღებას, რაც ვახსენე. აი მიკროფონი რო გამომითათ. ჩემი ხმა მიბრუნდება უკან, მეგობრებო. მოკლედ, ერთი წუთით. ვარჯობია რომ რაღაცა, სულ წამიშლია ყველაფერი, კარგით. მოკლედ, ნახეთ, უბრალოდ ერთ სლაიდს გავაკეთებ. ის საჩვენებლად.
ხო, აი ეს თქვენი გულისხმით, აი ეს ალბათ რომ აქ ძალიან დიდი არჩევანი არის. ამას გულისხმობდით ალბათ და ხმა აღარ ისმის. ჩემი ხმა არის მის? მანა გაწყდა ხმა რა. აი ახლა ისმის ხო რას ამბობდი? ისმის კარგად. არა, მე არა, ჩემგან არ არის პრობლემა. მე მქონია გერ დამიწერა პრობლემა გაქვს, ხო, კაი. ხო, მოკლედ, რაც ვაკეთებ, ხო. ნახეთ ახლა ერთ სლაიდს გავაკეთებ უბრალოდ ძალიან სწრაფად და ისე რომ აი ეს რისი ჩვენებაც მინდა აქ ну მაგალითისთვის უბრალოდ უბრალოდ არ ვსაუბრობ ახლა აქ ჩვეულებრივად ხდება ეს გამუქება თუ რაც არის თუ ანუ ესე იგი ზომაში გადიდება პატარაობა ეს ყველაფერი რა თქმა უნდა თქვენთვის ნაცნობია ერთი სურათით შემოვიტანოთ უბრალოდ სერტი და picture ის შეიძლება ვიდეოც ხო? კი რა თქმა უნდა ხო და ასევე ჰიპერლინკის ჩაშენებას იმაშვები ხოლმე იმიტომ რომ აი ეგეც ის არის არ არის ხოლმე თუ იქიდან მინდა ისა მანანა მარტო ონლაინ არის აქ ისინი სურათები თუ იქიდანაც შეიძლება არა რა თქმა უნდა არა ერთი თქვა კომპიუტერიდან თუ მინდა რომ სწრაფად გავაკეთო უბრალოდ თორე ნახეთ როგორ არა კი აი კომპიუტერიდან და ონლაინ სურათები მოძებნა სურათებისა ნუ თო მობილური აი OneDrive-დან შეიძლება კიდე თქვენი OneDrive-დან შემოიტანოთ სურათებიც და ვიდეოც და ნებისმიერი ფაილი რაც შეიძლება გამოყენებული იქნას პრეზენტაციაში მოკლედ აქ მე სხვა რამეს ვაკეთებ ეხლა რომ ვაჩვენო როგორ შეიძლება გაზიარდეს თანამშრომლობის სტატუსით ანუ რომ რედაქტირება შეძლონ ისეთი სტატუსით გაგზავნა პრეზენტაციის ეგ მინდა გავაკეთო და ვაჩვენო ჰიპერლინკის ჩაშენება რომელიც არ ვიცი თქვენ თუ იცით აღარ დავკარგავ ამაზე დროს თუ იცით როგორ ჩააშენოთ ჰიპერლინკები არა მგონია რომ იცოდნენ მეგობრებო ხო მე გავაკეთებ ყოველ შემთხვევაში ამას და გიჩვენებთ კი ჯობია ერთი სურათიც მინდა რაღაცა წინადლის შემოვიტანო აი ეს აქედან აქ თუ ვიპოვე რამე შესაფერისი არა მგონია აქ ერთი წუთით არა გიქოს კარტოს არქებია ნუ იყოს ახლა რა მნიშვნელობა აქვს რაღაცა ისეთი სიმბოლურად ხო არა აქვს მაგრამ ეს უნდა შემოიტანოს აი როგორ არის აი ბატონო აი ასე ძალიანაც არ არის მაინც და მაინც მაგრამ არა უშავს უბრალოდ იყოს ეს სიმბოლურად აი ეს წინანდლის სურათი რადგან ხო აი ჰიპერლინკი როგორ ხდება ჰიპერლინკის ჩაშენება ნატო ვერ ამყავს ეს სურათი გაგიჟებულია ეს აი ესე აი მაგალითად როგორ ჩავაშენოთ რაიმე ინფორმაცია რომელიც დაკავშირებული იქნება პრეზენტაციასთან ამ საკითხთან ამ შემთხვევაში წინანდლის მუზეუმთან ისე რომ დიდი ადგილი არ წაიღოს ეს ძალიან მოხერხებულია ხოლმე როგორც პრეზენტაციაში ასევე Word-ის ფაილშიაც ამ შემთხვევაში მოძიებული უნდა გქონდეს რა თქმა უნდა შესაბამისი ინფორმაცია იყოს რა თქმა უნდა ამ წინანდლის მუზეუმზე
აი ეს იყოს. ეს მათი ვებგვერდია სხვათა შორის. აი მაგალითად ეხლა აი ეს ინფორმაცია, რომელიც არის ძალიან კარგი, აქ არის სურათები, გალერეა, მუზეუმის შესახებ და ასე შემდეგ. მოკლედ აი ეს ინფორმაცია, რომელიც ძალიან კარგია. აი როგორ ჩავაშენო ეხლა იმ პრეზენტაციაში ჰიპერლინკის საშუალებით. აი ვაკოპირებთ ამ მისამართს. შემდეგ ბრუნდებით პრეზენტაციაში და აი აქ რომ ჩავაშენო, აი წინანდლის მუზეუმი, ეს უნდა მოვნიშნოთ. შემდეგ ღილაკი insert და გამოყვებით, აი და ვაწყაპებთ ლინკი ბმული. აი ამას. და შემდეგ აი აქ ჩავსვავთ იმ წამოღებულ მისამართს, ღილაკი insert და აი უკვე ფაქტობრივად ეს ჩაშენებული გახლავთ. მაგ სათაურის ქვეშ იქნება ისა, ხო? სათაურში. მანო დააწყაპებ იქ გადახვალ, ხო? კი ბატონო. ასეთ შეგვიძლია გავადიდოთ, აი ასე. და აქ უკვე ეს ინფორმაცია ჩაშენებული გახლავთ. თუ კონტროლ ღილაკს დავაჭირებთ, ეს გააქტიურდება და ასევე გააქტიურდება, როდესაც გადაიყვანთ slide shows რეჟიმში. აი აქ გააქტიურებულია უკვე. აი და რა თქმა უნდა, აი გადადიხართ ამ ინფორმაციაზე. მოკლედ ეს ძალიან კარგია, როდესაც შეზღუდული ვართ სლაიდების რაოდენობაში და გვინდა ინფორმაცია უფრო მეტი, ამ შემთხვევაში ეს ძალიან მოხერხებულია, ფიქრობ. და ასე ნებისმიერ სიტყვაზე, ნებისმიერ წინადადება, აი ესე იგი, შეგიძლიათ ჩააშენოთ ის ინფორმაცია, რომელიც შეესაბამება იმ კონკრეტულ საკითხს. ეს თქვენზეა დამოკიდებული, რა თქმა უნდა. ნუ ვიდეოს შემოტანა ალბათ ვიცით და ამაზე აღარ გავამახვილო ყურადღება. არა, მაინც იყოს რა, ხო. YouTube-ის ვიდეო, როგორ შემოვიტანოთ ვიდეო YouTube-დან, ან საერთოდ კომპიუტერიდანაც შესაძლებელია, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი. აი ვაწყაპებთ insert relax და შემდეგ აი ვიდეო თუ ჩამოშლით ამას, ნახეთ, შეგიძლიათ შემოიტანოთ კომპიუტერიდან, ასევე online, აი აქ ჩაშენებული საძიებო სისტემა არის და აქედან და online ვიდეო. აი ამას თუ დავაწყაპებთ. სტოკ არის შენი საკუთარი? სტოკ ვიდეო. არა, სტოკ არ არის საკუთარი. საკუთარი არის this device. ანუ ამ მოწყობილობიდან. ხო. ამ მოწყობილობიდან, ანუ ამ კომპიუტერიდან. და სტოკი რაღა არის? სტოკი არის online ჩაშენებული მოსაძებნის სისტემა. აქვე რომ მოძებნი. აქვე რომ მოძებნი, ანუ ვიდეოებიც არის აქა. და ნუ შეიძლება აქაც ვიპოვოთ, რა თქმა უნდა. კი ბატონო, აი ჩავწეროთ ახლა მონიშნულია ვიდეოები. ნაკლები არჩევანია ვიდრე ონლაინზე, ხო? არა. აქაც არის როგორ არ არის არჩევანი. უბრალოდ, როდესაც მე მინდა რაღაცა კონკრეტული ვიდეოს შემოტანა, YouTube-დან მოძიებული მაგ პრინციპში. და იქ ხო. ნახეთ, აი, პირდაპირ აქედან შეიძლება, ნახეთ. აი, online ვიდეო, აი ამას ვაწყაპებთ. და ეხლა ნახეთ, აი, გამოაქვს, რომ უნდა იყოს შემოტანილი ან YouTube-დან, ან SlideShare, აი, პორტალი გახლავთ, ვაიმეო, ასევე პორტალია YouTube-ის მსგავსი. SharePoint-ი და OneDrive-დან შეგიძლიათ შემოიტანოთ საკუთარი OneDrive-დან, იქ თუ ვიდეოები გაქვთ, იქედან შეგიძლიათ შემოიტანოთ ვიდეო და აქ ჩადოთ პრეზენტაციაში. ეხლა რა თქმა უნდა, როდესაც მინდა ვიდეოს გამოყენებ, ვიდეოს შემოტანა, რა თქმა უნდა, ეხლა მოძიებული მაქვს ის ვიდეო და ვიცი რისი შემოტანაც მინდა. ამ შემთხვევაში არა მაქვს მოძიებული, მაგრამ არა უშავს შემოვიტან რამეს. ხო, და ვიცი სადევს თუ. საჩვენება, აი ეს იყოს მაგალითად. აი ეს იყოს საჩვენება. ნუ რა თქმა უნდა, აქ ვიღებთ ბმულს, ვაწყაპებთ ღილაკ share, აი ამ ბმულს ავიღებთ და შემდეგ მოვდივართ უკან პრეზენტაციაში და აი აქ ჩავსვავთ ამას ამ ბმულს და თვითონ მოძებნის. ეხლა ნახავთ, აი ასე. და insert დავაწყაპებთ და ეს ვიდეო აქ ჩაჯდება, რა თქმა უნდა. შემდეგ გადიდება დაპატარავება, ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული, რა ზომის იყოს ეს. აი ასე ჩაჯდება. მაგრამ ნახეთ, ეხლა ერთი რამ
როდესაც ასე შემოგვაქვს ვიდეო ონლაინ, ამ შემთხვევაში YouTube-დან, აუცილებლად პრეზენტაციის ჩვენებისას უნდა იყოს ინტერნეტი ჩართული. თუ შემოტანილი გვაქვს YouTube-დან აი ასე. თუ კომპიუტერიდან არის შემოტანილი, რა თქმა უნდა, იმას არ ჭირდება ინტერნეტი. მაშინ არა მაგრამ ნუ ახლა რა ვიცი, ახლა ეს ინტერნეტიც სადაც ხშირ შემთხვევაში ინტერნეტი უკვე ყველგან არსებობს, ტელეფონიდან შეიძლება ლეპტოპზე გაზიარება და ეგეც არ არის პრობლემა, მოკლედ. აი ასე ხდება ვიდეოს შემოტანა. აქ კიდევ სხვა ისეთი არაფერი. აი ეხლა რაც მინდა არის ის, როგორ გავაზიაროთ აქედან ეს პრეზენტაცია. ორნაირად შეგვიძლია გავაზიაროთ. ერთი ის, რომ ესე იგი მივცეთ წდომა პრეზენტაციაზე, რომ შეძლონ გახსნა პრეზენტაციის და ნახვა და გადმოწერაც სხვათა შორის პრეზენტაციის. ეს ჩვეულებრივ ხდება, ეს OneDrive-შიაც ახსნილი მაქვს ეს და აქაც კიდევ გავმეორებ, უნდა იყოს მონიშნული აი ეს ღილაკი, რათა აქედან ავიღოთ შემდეგ ბმული, ღილაკი apply, შემდეგ ბმულის აღება აქედან და ნებისმიერ სივრცეში გაზიარება უკვე. ყველას ექნება წდომა, არავითარი ავტორიზაცია და ასეთი რამ არ არის საჭირო, როდესაც ასე მოვნიშნავთ ამ ღილაკს და შემდეგ იმით ჩატში გაგიზიარებთ ახლა ამას და ნახავთ, რომ ყველას გექნებათ წდომა ამ პრეზენტაციაზე. შეგიძლიათ მოსინჯოთ და მეორე რედაქტირების ფუნქციით. რომ ივანიჭოთ სტატუსი რედაქტირება და ვისაც გადაუგზავნით, ესე იგი ამ პრეზენტაციას რედაქტირების სტატუსით, მას ექნება იმის შესაძლებლობა, რომ შეცვალოს რაღაც, დაამატოს, მოაკლოს, რა ვიცი, მოკლედ მოახდინოს რედაქტირება ამ პრეზენტაციაში. ან ასევე შესაძლოა, რა თქმა უნდა, ერთდროულად იმუშაონ პედაგოგებმა პრეზენტაციაზე და ძალიან სწრაფად გააკეთონ პრეზენტაცია. ერთმანეთი სლაიდი, მეორე და ასე შემდეგ. ძალიან მოხერხებული გახლავთ ეს. ეხლა როგორ ხდება ასე გაზიარება? ძალიან მარტივად. აი დავბრუნდეთ აქ. შემდეგ აი უნდა ჩამოვშალოთ აი ეს can view. ეს არის ახლა ისეთი ფუნქციით მონიშნული, რომ შეძლონ გახსნა, ნახვა, გადმოწერა პრეზენტაციის, მაგრამ მე მინდა მივანიჭო რედაქტირების ფუნქციაც. აი აქედან ხდება ეს. ჩამოვშლით და can edit. ანუ რედაქტირება იქნება შესაძლებელი თუ აი ეს იქნება მონიშნული. Can edit. შემდეგ ღილაკი apply და აქ გჭირდება აუცილებლად კონკრეტულად იმ ადამიანის ამ ადამიანების ელექტრონული პოსტა, ვისაც გვინდა რომ გადაუგზავნოთ ეს პრეზენტაცია რედაქტირების ფუნქციით. ახლა თუ მიკარნახებთ ვინმე თქვენს მისამართს, გადმოგიგზავნით და ნახავთ, რომ გეკნებათ ამ პრეზენტაციაში მუშაობის რედაქტირების საშუალება პრეზენტაციის. მიკარნახებს ვინმე? თუ ჩემთან შეგიძლიათ ბატონო მანანა. ბატონოც რადგანთან. კიდევ ვინმე სხვა არ აქვს სურვილი. კარგი. გიგზავნით ამ აქსანა, ანახით, ანი პოღოსიან არ გინდათ მოსინჯოთ. ჩემთან თუ შეგიძლიათ. აბა მიკარნახეთ თქვენი. ქოსიან. როგორ? ქოსიან. ქოსიან, ან. ქოსიან. ქ. ой, მე მგონი რუსულზე მაგ დაყენებს რატომღაც. ხო? ქ. თ. ი ბატონო, შემდეგ ქ და არა ქ. ქოსიან. ქოსიან. თუ ეგარ არა, ქ. მე შეგვანა თუ და ესე?
Q. კი ბატონო. Ocean. Ian. გუგლში. არ გამოაქვს რატომღაც. სწორია ესე? კი, ისტორია. 9-4. 9. ეს აქაური არ არის და იმიტომ არ გამოაქვს. აქაური არა გააქვთ? არა, teachers-ი მაშინ Ocean. Ocean კნარიკ. იმიტომ გამიყიდე. აქ რომ მოძებ რომ აქ არის ხო ჩემ Ocean კნარიკ. აი გამოჩნდა. აი ეს Q რომ მითხარით, მაშინ მე მივხვდი რომ არის. მე აი ხა გამოგზავნი და ნახავთ რომ ეს პრეზენტაცია თქვენ მოგივათ რედაქტირების უფლებით. ანუ შეგიძლიათ შეიტანოთ ცვლილებები. კარგი, მადლობა. და ანუ შეიძლება რომ დავუშვათ იქ 3-4-მა იმუშაოს და ყველა ხედავს ვისაცვლება შეეძლო. კი ბატონო, შეიძლება ერთდროულადაც აი ერთდროულად, აი ახლა გახსნათ თქვენ, მეც გახსნილი მაქვს და ერთდროულად ვიმუშაოთ, ესეც შეიძლება. და რა თქმა უნდა, ნებისმიერ დროს რა, მოკლედ. შეუძლიათ მოახდინონ რედაქტირება. და არის ძალიან ისეთი კარგია რა, მოკლედ. პრაქტიკული. აი ახლა, რამე ხომ არა გაქვთ შეკითხვა ამასთან დაკავშირებით? ესე იგი არა, მაგრამ ძალიან საინტერესო იყო და ახალი ამბავი იყო ჩემთვის პირადად. ხო და აი მე ივარჯიშეთ აუცილებლად რომ არ დაგავიწყდეთ. კარგით. აი აქ ახლა დეტალურად მე არ ვისაუბრია PowerPoint-ზე, რადგან თქვენ აღნიშნეთ რომ იცით, პრინციპში ტექსტის დადება, სურათის დადება, ვიდეოს შემოტანა, გაზიარება, თითქმის ყველაფერი და თუ რამე კიდევ მაინც მეგობრებო, იცით ეს PowerPoint-ი, თუ არ იცით არ მოგერიდოთ და მანანა გაჩვენებთ. ხალბატონო მანანა, აი მაგალითად მინდა ბევრი სურათის შეტანა. შესაძლებელია რომ მაგალითად ერთ ალბომში იყოს ეს სურათები ან რაღაცა. ხო, აი ახლა ნახეთ, ზუსტად ახლა იმ ინსტრუმენტზე უნდა ვილაპარაკო მეორეზე, სადაც შეიტანთ 200 და 300 სურათს ერთად. და მინდა 1000 თუ გნებავთ. აქ არ გამოვა ხო ეგრე? არა, როგორ არა, მაგრამ უბრალოდ მოუხერხებელია ძალიან PowerPoint-ში ამდენ სლაიდებზე დადო. არსებობს ერთი ვარიანტი, რა თქმა უნდა, ახლა თუ მაინც და მაინც PowerPoint-ში გინდათ, რა თქმა უნდა, აი OneDrive-ში საქაღალდე უნდა გქონდეთ გაკეთებული OneDrive-ში, სადაც იქნება ბევრი სურათები და იმ საქაღალდის ლინკი ჩააშენოთ აქ. და როდესაც დააწყაპებთ, ну აი შეგვიძლია გავაკეთოთ ესეთი რაღაცა, მე არ ვიცი ახლა თუ მაქვს თუ არა სურათები ჩემ OneDrive-ში, ეს როგორ შეიძლება გაკეთდეს, აი დავამატოთ სლაიდი მაგალითად. ერთი წუთით აი ახლა ბევრი სურათი, ხო? ну ტექსტს გავაკეთებ რაღაცას. ან დავარქმევ ალბომს ან რაღაცა ესეც. რომ შემდეგ ჰიპერლინკი ჩავაშენო მანდ, აი იმ საქაღალდისა, სადაც იქნება ბევრი სურათები. აი ეს შეიძლება გაკეთდეს ალბომი. და გავსართოთ ეს ზონაში. და აი ახლა გადავალ OneDrive-ში. მინდა სურათები სადმე თუ მაქვს აი საქაღალდეებში. აი გვიან შუა საუკუნეებში არ გექნება?
ვაიმე, არ ვიცი. არ ის არა. შეიძლება რა შემოვიტანო მოკლედ არ აი, არის პრობლემა. ფოტოსურათები აწერია სადღაც. აი, ერთი წუთი. აბასა და იგი საჩვენებლად არის. ერთი წუთი. ეხავე შემოვიტან, არ არის პრობლემა, მაგას რა უნდა ეხა. საქაღალდეს შემოვიტან სურათებით პირდაპირ. აი ესე. ой, პირდაპირ საქაღალდე მოგაქვს? კი, რა თქმა უნდა. OneDrive-ში ეს ხო შესაძლებელია. პირდაპირ საქაღალდე შეგიძლიათ შემოიტანოთ 500 ფაილით ერთად. OneDrive-ში შემოგაქვს, ანუ მე კი, მეგონა OneDrive-ში და მე აქედან ავიღებ მულს და ჩავაშენებ იქ და გააკეთებს იმას, თუნდა რომ მაინც და მაინც პრეზენტაციაში ჩადოს ბევრი სურათები. ეხლა მე ნახეთ აი აქედან იყოს აი ეს მაგალითად აი ეს არის მთლიანად სურათები ბავშვების აი ეს ამას გამოვაქვეყნებ კი ბატონო აი უკვე არისო აქაო მეუბნება აი მოვწებნი მაშინ სად არის არ ვიცი მოვიპოვო ყოფილა უკვე შემოტანილი ეს აი მანდარის აი დავინახე მე-6 კლასში ვარდები აი ესეც არის და აი ესეც არის მე მგონი აი მაგის გვერდით გა კერამიკა მარცხნივ აი ხო კი ბატონო ეხლა ნახეთ აი აქედან მარცხენა მხარეს ვაწყაფებ შეაღილაკი აი ავიღებთ აი ამ მულს შემდეგ დავბრუნდებით პრეზენტაციაში და აი ამ ალბომში ჩავაშენებ ამას. ეს მონიშნული ქონდა, ხო? არა, კი, უბრალოდ მონიშნული უნდა იყოს ესა. შემდეგ აი ლინკი და ჩავსვავ აი ამ OneDrive-ის ლინკს. და უკვე ის არის. ეხლა აი კონტროლითაც შეიძლება კონტროლ ღილაკით და აი ნახოთ ეხლა რა მოხდება. ნის. აი აქაც ნის აი. აი. აი ასე შეგიძლიათ ჩადოთ OneDrive-დან პრეზენტაციაში. ნუ თუ ეხლა ეს იქნება გადაყვანილი slide show-ზე. ნახოთ. აი. ნახეთ როგორ ხდება. ძალიან მარტივად. გაიხსნება ეხლა ის სურათები აქ. უბრალოდ ბევრი სურათია და უნდა ჩაიტვირთოს, აი ესე. ნუ მე შეიძლება ამისი ცალკე ჩვენება რა თქმა უნდა, აი ასე. სურათების. ეს ვიდეო ყოფილა უკაცრავად. ხა ვიდეოც ყოფილა აქა და აი კერა როგორ მზადდება თიხის ჭურჭელი. მოსწავლეები მყავდა აქ წაყვანილი და ჩვენი საქართველოს მე-6 კლასი. ხო, მივხვდი მე. კარგით, მოკლედ, აი ესე შეიძლება მაინც და მაინც თუ გვინდა ჩვენ ბევრი სურათები აი და ერთიც გითხარი დიზაინზე და მორჩა. დიზაინზე? ხო, აი იმის სადღაც არის ხო, მან დიზაინი და ირჩევა. კი, როგორ არა, კი, ეხლავე. როგორ არ არის, ჩვეულებრივად, აი, სად არის დიზაინი? ხო. და всё, მან ირჩევ რომელი გინდა, ხო. აი. ბევრია. და ის არის აი გვერდზე რო გაგ და რო გთავაზობს რომ თუ გინდა ამის დიზაინს გაგიკეთებო. კი, არის ხოლმე ონლაინ ვერსიას წერან აი დიზაინერი აი მან რო წერე. ხო, აი ეგ არის, ხო? ხო, აი ხო. ეს ამ ბოლო დროს აღმოვაჩინე იქა და და კიდე არის, აი თუ დააწყაფებთ აი აქა უფრო მეტი იდეები დიზაინზე. კაი. ესე იგი, მანანა, აი უპირატესობა, მე არასდროს არ გამიკეთებია OneDrive-ში, ახლა ვფიქრობ, რომ აწი მოვსინჯო და მანდ გავაკეთო რა. მე შეიძლება ამისი
ხო, თქვენ გაინტერესებთ რა არის უპირატესობა? ხო, აქ რო ადვილია გაზიარება ნებისმიერ სივრცეში. პირველ რიგში. კი, ხო. ეხლა აი ამას, სადაც კიდე აი აქედან აი რო აიღებთ ბმულს, არა? ნებისმიერ გინდ სოციალურ ქსელში და საერთოდ ნებისმიერ ინტერნეტ სივრცეში ამ ბმულის საშუალებით რა თქმა უნდა ექნება ის მონიშნული ის ღილა კი რო ცდომა ჰქონდეთ და ნებისმიერი ადამიანი ნახავს ამ პრეზენტაციას, არ არის არც ავტორიზაცია, გინდ არ გქონდეს Microsoft-ის ანგარიში, არა აქვს მაგას მნიშვნელობა, როცა ჩვენ ვაზიარებთ რაიმ სტატუსით. რომ ყველას შეუძლია ნახვა. გასაგებია, ხო, კი. ვენიერი. ეს რაც შეეხებოდა PowerPoint-ს. და თანაც თავისუფლად გეტევა ვიდეოების და ყველაფერი არ არის პრობლემა რა. კი ბატონო. ახლა იწყება თავდავიწყება, ხო? არა, რა ვიცი, ახლა ვისთვის თავდავიწყე. არა, სულ მაინტერესებს ეს ვაი. ხო, მოკლედ, ხომ არ არის მაინც შეკითხვა კიდევ დავსვავ. მეგობრებო, ნუ გერიდებათ ეს იმისთვის აი რომ თქვენ ისწავლოთ და ასე უფასოდ ვინ გასწავლით კიდე და რამე შეკითხვები თუ გაქვთ, დასვით ყოველთვის რა. ვინმეს რამე შეკითხვა ხო არა გაქვთ? არა გაქვთ. არა, გასაგებია ყველაფერი. კი ბატონო, არა, ისეთი არაფერი არა, ეხლა ვინც იცის PowerPoint-ში მუშაობა, მე უბრალოდ რაღაც ნიუანსებზე გავამახვილე ყურადღება, რომელიცაც ფიქრობდი, რომ ნაკლებად იქნებოდა ცნობილი. ესეთ იმაზე გავამახვილე ყურადღება და ადვილია. მოკლედ, როდესაც იციან PowerPoint-ში მუშაობა და ვინც იცის PowerPoint-ში მუშაობა, ამ სვეისაც ძალიან ადვილად ისწავლის. და ნახავთ, რომ რამდენი უპირატესობა გააჩნია ამ სვეის ამ PowerPoint-თან შედარებით. აი გადავიდეთ ახლა ამ ინსტრუმენტზე, სვეიზე. ისე სხვათა შორის ამ სვეიში მოხვედრა სხვა გზითაც შეიძლება. ნახეთ, როგორ ჩვეულებრივად აკრიფავთ sway.com. აი გამოვიტანა. ასედაც შეიძლება რომ მოხვდეთ sway-ში ამ პროგრამაში თუ აი ასე აკრიფ sway.com. და შეხვდეთ თქვენი ანგარიშით, რაც გაქვთ ეს Teachers Go-G და პაროლით. მაგრამ შეგიძლიათ პირდაპირ აი აქედანაც გადახვიდეთ. აი აქედან, იმიტომ რომ შემადგენელი ნაწილი გახლავთ აი Microsoft 365-ის ეს sway და გადავიდეთ ახლა და ვნახოთ. თუ ზიხართ კომპიუტერთან, შეგიძლიათ ეს გააკეთოთ ჩემთან ერთად, პარალელურად იმუშაოთ, ასე აკეთებენ ხოლმე. წინა შეხვედრაზედაც გააკეთეს და ძალიან მაყოფილნი დარჩნენ, იმიტომ რომ ასე უფრო ის არის. მოკლედ, ეხლა მე თქვენ გიჩვენებთ მაინც, რომ შეგექმნათ შთაბეჭდილება, როგორი რესურსი შეიძლება გაკეთდეს ამ პროგრამაში. აი რაღაცა ვნახოთ ერთი ნიმუში. ჩემი აი ეს იყოს. ეხლა მე გამიხსნის სამუშაო გვერდს, მაგრამ გიჩვენებთ, როგორ შეიძლება უნდა გადავიდეთ აუცილებლად რეჟიმში play. აი ეს არის უკვე დაგეთებული, ხო? ხო, კი. აი ესეთი ბევრნაირი კეთდება, ეხლა ეს ერთ-ერთი დიზაინია. თორე შეიძლება ძალიან ბევრნაირი, სხვადასხვანაირი დიზაინით გაკეთდეს, აი გიჩვენებთ მერე, როცა დავიწყებ უშუალოდ ამ ინსტრუმენტზე საუბარს, აქაც შენდება ჰიპერლინკები, რა თქმა უნდა, აგერ. აი ეს სურათები შეგვიძლია ცალკე გამოვიტანოთ, თუ გვინდა გადიდება. თუ დააჭერ, ხო? კი, რა თქმა უნდა, აი ესე. ნუ ტექსტის შემოტანა თავისთავად, ვიდეოს შემოტანა, აი ეს ვიდეო არის აქ შემოტანილი. ანუ ერთ იმაზე ბევრი რამე ლაგდება, ხო აქ? კი, ეს არის ფაქტობრივად სულ სხვა. მაგრამ აი აქაც ჰიპერლინკი ჩადებული. შეგვიძლია აუდიო ფაილის შემოტანაც, შეგვიძლია შემოვიტანოთ აი ამ სვეიში PowerPoint-ის პრეზენტაცია.
და ჩავდოთ ამ სვეიში, კი ბატონო. არა, მაგარია. სრულიად შესაძლებელია. ხო. მოკლედ, მინდა რომ დაგაინტრიგოთ და მოგინდეთ ამ ინსტრუმენტის შესწავლა. ხო, ანუ რაღაცა უსასრულო ისაა აქ შესაძლებლობები რა. კი, და გაზიარებაზე აღარ ვლაპარაკობ, შეგიძლიათ გააზიაროთ სადაც გინდათ, ასეთაც ესეც შეიძლება გაზიარდეს რედაქტირების ფუნქციით. ხო, აჰა. მე ბოლოში გიჩვენებთ მაგას. მოკლედ, აი ასე, თან შეგიძლიათ ეს ზომაში, სხვადასხვა ზომაში დააყენოთ ეს ვიდეოები. მოკლედ ეს ადამიანზეა დამოკიდებული, როგორ მოსწონს, აი რანაირად განალაგებს ამ ყველაფერს. აი აუდიო ფაილი. ეს გახმობთ აუდიო ფაილი შემოტანილი. აუდიო MP3 ფაილი უნდა იყოს და შეგიძლიათ შემოიტანოთ აი ესეთი სახით. ეხლა აქ მოსწავლეები საუბრობენ ნადიკვრის ისტორიაზე. და აუდიო ფაილია. ნახატია. მოკლედ, კარგი, აღარ მოგაბეზრებს თავს ასე. ეს ვინმე უცხოელებს გააცანით ეს ისა? კი, რა თქმა უნდა, ეს იყო იმათთვის გაკეთებული. აქაც ინგლისურად საუბრობენ ბავშვები, მოკლედ ანუ ისტორიის და ინგლისურის ინტეგრირება, ხო? კი, ასე გამოდის, უბრალოდ. ასე გამოდის, ხო. ესეც ბილინგური განათლება გენაცვალე. კი ბატონო. ხო, ეხლა დავაბრუნდეთ ჩვენ სამუშაო სივრცეში. აი ეს სამუშაო სივრცე, ეხლა ჩემთან აქ ბევრი რაღაცეები არის გამოტანილი, მაგრამ თქვენ თუ გადახვალთ აქ და იქნება, არ იქნება, ხო, თქვენ არ გიმუშავებთ, ვისაც არ უმუშავია და იქნება ღილაკი, აი ეს welcome, ანუ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სვეიში და პლუს ღილაკი და სწორედ აი ამ პლუს ღილაკზე დაწყებებით იწყება მუშაობა სვეიში, ანუ შექმნათ ახალი. აი ამას ვაწყაბებთ და გამოდის სამუშაო სივრცე. და ნახეთ როგორი მარტივია ეს სამუშაო სივრცე. აი, ეხლა პირობითად მე ვეძახი ხოლმე ფურცელს აი ამას, თუმცა რა თქმა უნდა არ არის ფურცელი, მაგრამ პირობითად. ეხლა აი აქ სახელწოდება ჩაიწერება. მოდი იყოს ისევ წინანგლის მუზეუმზე, ბევრი რო არ ვიფიქრო. თან მე ხო ძალიან მიყვარს ეს ყველაფერი და ხო, აი გეტყობათ. როგორ შეიძლება არ უყვარდეს ადამიანს ის სილამაზე. მოკლედ, აი აქაც ისევე ხდება გამუქება, აი ამ ღილაკით დახრა, თუ დახრილი გვინდა რომ იყოს ტექსტი და ლინკის ჩაშენება. ლინკის ჩაშენება თქვენ უკვე იცით, მეგობრებო, მაგრამ გავიმეორებ. უბრალოდ ეს უნდა მონიშნოთ, რა თქმა უნდა, აი ეს სიტყვა, ამ შემთხვევაში წინანდლის მუზეუმი, სახელწოდება. ისე ნებისმიერ სიტყვაზე შეგიძლიათ ჩააშენოთ ჰიპერლინკი, რა თქმა უნდა. მე ახლა აქვე გიჩვენებთ ამას, ახლა მოძიებული მქონდა თუ არ წავშალე ეს ისა. რა ქვია იმას? წინანდლის, აი, ამას ჩავაშენებ ისევ. ჩვეულებრივ წამოვიღებ, ავიღებ აქედან, დავაკოპირებ აი ამ ბმულს და დავბრუნდები აქ. შემდეგ დავაწყაკოთ აი ამ ლინკს. და ჩავსვავთ ძალიან მარტივად, ოკეი. და უკვე ეს ჩასმულია. ნუ თუ მინდა რომ ინფორმაცია ჩავაშენო უფრო მეტი. შემდეგ აუცილებლად რაღაც ფონისთვის სურათი. ნუ პირველი ფურცელია, ეს არის თავფურცელი ფაქტობრივად. და ეხლა აი აქ არის, ნახეთ როგორი მოხერხებულია, ამას აქვს აქ ჩაშენებული საძიებო და ქართულსაც ძალიან კარგად აღიქვავს სხვათა შორის. ასევე სომხურსაც და ასევე აზერბაიჯანულსაც დარწმუნებული. მანდა, მეც როგორ გადახვედი ვერ დავინახე მანდ. აი როგორ და აი აქ დავაწყაპე უბრალოდ. აი აქ დავაწყაპე და გამოდის. კი ბატონო, მე აქ მინდა რომ ეხა ჩავდო, ფონად ჩავდო რაიმე სურათი, ისეთი წინანდლის ამ შემთხვევაში, რომ აი და მე გიჩვენებთ უკვე როგორ გამოიყურება ეს თავფურცელი. აი აქვე შემიძლია მოვძებნო, აქ არის ჩაშენებული საძიებო სისტემა ვიდეოებისაც და სურათებისაც. რა თქმა უნდა, ეხლა თქვენ შეგიძლიათ შემოიტანოთ კომპიუტერიდან ჩვეულებრივ, აი როგორ. ჩამოშლით აი ამას, OneDrive-დან შეგიძლიათ შემოიტანოთ.
და my device კომპიუტერიდან. თუ გაქვთ კომპიუტერში შესაბამისი სურათები. ეხლა ეს სურათები ზოგადად PowerPoint-შიაც და განსაკუთრებით Sway-ში უნდა იყოს მაღალი ხარისხის სურათები, რომ კარგად გაჩნდეს და არ დამახინჯდეს ის. თუ არ იქნება კარგი ხარისხის სურათი, ნუ არ იქნება რა, კარგი. ამ შემთხვევაში ეს მეოთხე რას ნიშნავს? აი ესა? ეს არის აი ამაზე მეკითხებით? აი ამაზე. კი. ხო, ეს არის ასევე ჩაშენებული სურათების მოსაძიებელი სივრცე, ონლაინ სივრცე. აი როგორც Bing და როგორც Flickr. ესენი ყველაფერი არის ონლაინ სივრცე, სადაც შეგიძლიათ მოიძიოთ სურათები. აქვე, რო არ წახვიდეთ არსად, აქედან. ნუ აი ნახოთ. ეხლა თვითონ გახსნა, ნახეთ, თვითონ გახსნილია. აი ავტომატურად, ნახეთ, ეხლა მე ავიღებ ამას. აი როცა აწყაბებ თქვენ აი აქ backgrounds ანუ ფონი რო გვინდა რაღაცა სურათი შემოვიტანოთ და ვაწყაბებ პირდაპირ გამოდის ეს სივრცე თვითონ პირდაპირ ავტომატურად. მაგრამ თუ გინდათ კომპიუტერიდან შემოტანა, უნდა ჩამოშალოთ და my device არის თქვენი კომპიუტერი. ან OneDrive-დან შეგიძლიათ შემოიტანოთ სურათი. თუ OneDrive-ში გაქვთ მოგროვილი, ესეც ძალიან კარგია. ასევე ეს Bing-ი, ეს Flickr და ესენი ყველაფერი არის აქ ჩაშენებული. სადაც შეგიძლიათ მოიძიოთ კი აქვე. ეხლა მე აქ მოვიძიებ კი ბატონო, და ჩავწერ ქართულად. აგერ გამოიტანა, ოღონდ მაინც დიდი რაოდენობით არ გამოიტანა, მაინც და მაინც. მაგრამ აბა ერთი ეხლა როდესაც ეხლა ვიწყებთ მუშაობას Sway-ში და გვინდა რაღაცა საკითხთან დაკავშირებით მოვამზადოთ ეს რესურსი. ნუ რა თქმა უნდა, სურათებიც მოძიებული გვაქვს, მოგროვილი გვაქვს და ასე შემდეგ. კარგი ხარისხის შესაძლებელია ამ სურათების მოძიება არსებობს. მაგალითად წინანდალთან დაკავშირებით ნამდვილად ვიცი რომ არსებობს. თვითონ აი იმ გვერდიდან შეიძლება გადმოწერა, რომელიც ჩავაშენე აი აქ, იმათი ვებ-გვერდია ეგა. მაგრამ თუ ჩავწერ ახლა მე ამას ინგლისურად, ლათინური. შესაძლოა უფრო მეტი გამომიტანოს. კი ბატონო, აი ნახეთ, აი დიდი გაფართოების სურათიც გამომიტანა. აი მოვნიშნავ, შემდეგ ღილაკი add დამატება და აგერ დაემატა ეს სურათი. ეხლა ნახოთ როგორ გამოიყურება აი ეს ერთი ფურცელი, გადავიდეთ აი ამ play რეჟიმში და გავსინჯოთ როგორ გამოიყურება. აი ასე გამოიყურება, მაგრამ ეს შეგიძლიათ ძალიან ბევრნაირად დახვეწოთ დიზაინი, ეს თქვენზეა დამოკიდებული. უბრალოდ გადავდივართ სამუშაო გვერდზე, შემდეგ ვაწყაბებთ დიზაინს, შემდეგ styles, სტილი და ნახეთ ახლა აქ რა ხდება. ეს სტილი სად იყო, ვერ დავინახე. სტილი, აი, აბა. styles. აი, დავბრუნდები. всё, დავინახე, კი. აი, დიზაინი. დიზაინი და მე იქით styles, ხო, კაი. ხო, ეხლა აქ ნახეთ, აი მონიშნულია თვითონ ავტომატურად ჰორიზონტალური, მაგრამ მე მინდა რომ ვერტიკალურად მიდიოდეს ის ჩვენება, ამიტომ მონიშნავ ვერტიკალურს. და გარდა მაგისა, აი ესენი არის სულ დიზაინი, სხვადასხვანაირად. ძალიან ბევრნაირია, აქ კიდევ არის. აი, ნახეთ, გადადიხართ და უამრავია. და თვითონ მიგანიშნებთ როგორი დიზაინით იქნება. ახლა დავაწყაბებ აი ამას მაგალითად და შეიცვლება. ხო, აი მოძებნა უნდა და იპოვით სასურველს არ არსებობს რომ არ იპოვოთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრნაირი არსებობს აქ დიზაინი. აი თუნდაც აქედან აი თუნდაც აი ეს მაგალითად. აი შეიცვალა. ეხლა ვნახოთ როგორ გამოიყურება. აი ასე გამოიყურება.
ერთი ფურცელია მარტო გაკეთებული ჯერ, ახლა აქედან შეგვიძლია გადავიდეთ ბმულზე, ხო ჩავაშენეთ ის ბმული. აი აქ ეთანხმებით აუცილებლად. ნუ ეხლა გეკითხებათ ენდობით თუ არაო იმ ვებგვერდს სადაც გადადიხარო და რა თქმა უნდა ვენდობი და გადავდივარ. აი ამ ჩაშენებული რესურსი რაც ჩავაშენე იქ. და მუშაობს ძალიან კარგად როგორც ხედავთ ეს ჰიპერლინკი. ეხლა დავაბრუნდეთ ისევ სამუშაო სივრცეში, აი აქედან storyline და დავამატოთ როგორ ემატება ფურცლები. აი პლუს ღილაკზე დაწყაპებით, რა შეგვიძლია? ტექსტის შემოტანა, ტექსტი heading-ი, ანუ დიდი შრიფტით ტექსტის შემოტანა, საჭიროა ხო რაღაც შემთხვევაში შეიძლება საჭირო იყოს. კი ბატონო, ჩვეულებრივი ტექსტი, სურათები, სტეკი, ამას ყველაფერს ავხსნი და გამოქვეყნება კომპიუტერიდან გამოქვეყნება ნებისმიერი ფაილის, მეგობრებო. აი გაიხსნება თქვენი სივრცე და მე შემოვიტანე ხა პრეზენტაციას რამეს, რომ გაჩვენოთ როგორ შეგიძლიათ ჩასვათ PowerPoint-ის პრეზენტაციას ვეიში. და კიდევ ბევრი სხვა რამ. ამექნება რამე, როგორ არ მექნება ახლა. რაო? აი ეს იყოს. არა, აქ ახლა თიწუთით აი ეს იყოს პრეზენტაცია, უბრალოდ რომ გიჩვენოთ როგორ ჩაჯდება პრეზენტაცია. ამასობაში სხვა რამე გავაკეთოთ, ეგ ჩაჯდება. თქვათ ტექსტი. კი ბატონო, ტექსტი. აი ჩვეულებრივი ტექსტი ჯერ. ახლა შეგიძლიათ აკრიფოთ ტექსტი ჩვეულებრივ, ან კიდევ დაკოპირებული შემოიტანოთ. მე ხა დაკოპირებული შემოვიტანო, ბევრი დრო არ დავკარგო. აი აქედან რაღაცას დავაკოპირებ და შემოვიტან. ძალიან სხვანაირი ის არის რა პრინციპი. აი ჩავწავ ახლა ამ ტექსტს აქ. თუმცა შემიძლია აკრიფო ეს ტექსტი რა თქმა უნდა. ეხლა აქ რა არის შესაძლებელი? შეგიძლიათ ჰიპერლინკები ნებისმიერ სიტყვასთან დაკავშირებით, აი სადაც გაგეხარდებათ, იქ ჩააშენოთ ჰიპერლინკები, თუ კი გჭირდებათ, რა თქმა უნდა. შეგვიძლია გამუქება, დახრა, ბულეტებად ჩაშლა. აი ჩაჯდა პრეზენტაცია. უბრალოდ გაიშალა ახლა ეს პრეზენტაცია და გადამაგდო სადღაც ბოლოში. ბოლოში ალბათ. ხო, აი, ეს ჩემი ტექსტი სად ჩამოიტანა. ხო, ბულეტებად შეგიძლიათ ჩამოშალოთ ესა თუ გჭირდებათ, რა თქმა უნდა, აი ასე. თუ საჭიროა, დანომროთ. პირველი, მეორე და ასე შემდეგ. შემდეგ ჰიპერლინკის დადება, თუ სადმე გჭირდებათ. აი, ეხლა მოცულობაში აი აქედან შეგიძლიათ ოდნავ გაადიდოთ ტექსტი. აი ასე. ის მიყვება ზომაზე მოკლედ რა. ანუ ისე არა ხარ დამოკიდებული, როგორც PowerPoint-ში დამოკიდებული ხარ, ხო, იმის ზომაზე. რაზე? სლაიდის ზომა როგორიცა იმაში უნდა ჩაჯდე და აქ მიყვება ეტყობა ზომა იმას. ხო, არა, იცით, აქ არა, ეს გადიდოთ, თუ დიდი ტექსტი გინდათ, მაინც. ეს გადიდდება და ჩავსვათ რასაც გინდათ. ხო, მაგას ვიძახი, ხო. აი, ჩავსვათ, საჩვენებლად ეგ არ არის პრობლემა, ეხლა ვიგიჩვენებთ მაგას. აი, ეხლა ბულეტები მაქონიშნული ბულეტები. ხო, არა, ანუ მოქნილია რა, გაცილებით უფრო. კი. აი, ნახეთ, ეხლა შემიძლია კიდევ დიდი ტექსტი შემოვიტანო, უბრალოდ არ არის ხოლმე ეხლა ლამაზი ეს დიდი ტექსტი. ამიტომ არის ის ჰიპერლინკი, რომ თუ კი საჭიროა დიდი ინფორმაცია. ხო, გადახვალ ჰიპერლინკით, კი. კი ბატონო. აი. ხო, აი არა, ეს ჩამოიშლება აი ასე. გასაგებია, ხო. ხო, შეგიძლიათ ახლა გადააქციოთ ეს ტექსტი heading-ად. ანუ დიდი აი ასე გადიდდეს. თუ კი ეს საჭიროა, რა თქმა უნდა, ახლა ხანდახან საჭიროა, რომ რაღაცა ჩადოს, ხო.
რაღაცა ჩადოთ ესეთი თუ არა და აი ისევ შემიძლია ეს ან წავშალო საერთოდ ან აი საიდან იშლება ალბათ ხვდებით აი აქედან შეგიძლიათ წაშალოთ აი ასე ძალიან ადვილად ხო აი პრეზენტაცია როგორც ეხლა ნახეთ აი გადავიდეთ play რეჟიმში და ნახოთ როგორც ჩასვა პრეზენტაცია ჩვეულებრივ ჩასვა ხო ეხლა ეს არის პრეზენტაცია ასეთი აი ასე ჩასვა პრეზენტაცია PowerPoint-ის აი აქაც ლინკია ჩაშენებული და გადმოიტანა ეხლა ეს დიზაინი არ მომწონს რა თქმა უნდა ეს დიზაინი უნდა შეიცვალოს ამ შემთხვევაში აი ასე ჩასვა PowerPoint-ის პრეზენტაცია თავისი ჰიპერლინკებით და თავისი სურათებით და ასე შემდეგ ეს დიზაინი რო შეიძლება ეს დიზაინი ამას არ უხდება შესაძლებელია აი აქედან მოკლედ აი ასე შევცვალოთ აი ასე აი ასე შეცვალა დიზაინი ეს პრეზენტაცია PowerPoint-ის გადმოტანილი აქ შემოტანილი აი ასე დაუბრუნდეთ ისევ შეკითხვა ხომ არ არის რამე რაც გიჩვენეთ იმასთან დაკავშირებით აბარო არის რაღაც შეკითხვა გასაგებია და ძალიან კარგი პროგრამაა ეს მე აკეთე რომ მაგარია ხო ესე იგი ძალიან მოქნილია რა ჯერ არ დამისრულებია როგორც ხო აბა ხამისი შესაძლებლობები ჯერ არ ყველაფერი არ მithქვავს აი როდესაც კიდევ ნახავთ რა შესაძლებლობები აქვს კიდევ უფრო მეტად დარწმუნდებით მაგაში ვიდეოების შემოტანა მეგობრებო ეხლა ნახეთ როგორ არის აქ აი თუ მაგალითად მედიას დავაწყაბებ ნუ მედია რესურსია ეს ყველაფერი სულად MBD კოდით შეგიძლიათ შემოიტანოთ MBD კოდი YouTube-ის ვიდეოებსაც აქვს და კიდევ სხვა რამეებსაც აქვს ხოლმე თუ საჭიროა MBD კოდით ჩააშენოთ აქ რაიმე რესურსი აი MBD კოდი არის მაგალითად აი როდესაც კოდირებულია რაიმე აი თვითონ YouTube-ის ვიდეოსაც აქვს ეს MBD კოდი და გიჩვენებთ ახლა მონაცვლეობით გალობდნენ ხან კარბელაშვილები ნებისმიერ YouTube-ის ვიდეოს აქვს თავისი MBD კოდი ახლა რა არის აი მაგალითად ბლოგი როცა აწარმოებს ადამიანი ბლოგს აი ბლოგზე ჩააშენო MBD კოდით YouTube-ის ვიდეო არის ძალიან მოხერხებული იმიტომ რომ იქვე იხსნება ეს ჯდება და იქვე იხსნება და ნუ ეხლა აქაც სვეიში შემიძლია შემოვიტანო ეს MBD კოდით პრინციპში ეს ლინკითაც შემიძლია შემოვიტანო მაგრამ ეხლა გიჩვენებთ ამისი MBD კოდი სად უნდა ნახოთ თუ მაინც დავაინც ესე კიდე დაწყებებთ ღილაკ share და პირველი რაც არის აი MBD კოდი აი დავაწყებოთ ამას და აი კოდია რა კოდირებულია ეს ვიდეო თავისთავად ყველა ვიდეოს აქვს თავისი უნიკალური კოდი ეხლა ამისი უნიკალური კოდი არის აი ეს კოდი შემიძლია დავაკოპირო ან აი აქედან პირდაპირ ამას დავაწყაბო და კოპირებით შემოვიტანო ეს სვეიში აი ვაწყაბებ ამ MBD-ს და აი აქ ვსვავ იმ კოდს და შემდეგ ღილაკი enter და ეს უკვე ჩაჯდება და იმ შემთხვევაში გამოჩნდება როდესაც გადავალთ play რეჟიმში აი გადავიდეთ და ეხლა აი MBD კოდით შევიტან თუ ლინკით რამე ის არის ამ შემთხვევაში დიდად არაფერი ის არ არის მაგრამ არის აი მაგალითად ბლოგი ვახსენე მე აი ბლოგზე ეს პირდაპირ ჯდება ვიდეო თითქოს იმისი ნაწილი იყოს ესეა თითქოს კი არა ასე გამოდის პრინციპში ვებგვერდებზე რო არის ხოლმე ჩასმული ვიდეოები ასეთი MBD კოდებით არის ჩასმული ვებგვერდებზე და ის აქვს ეს ფუნქცია რო MBD კოდით შემოიტანოთ ნებისმიერი რესურსი ამ შემთხვევაში დიდ სხვაობას თქვენ ვერ დაინახავთ YouTube-ის ვიდეოს ისე შეიძლება შემოვიტანოთ მაგრამ ეხლა არის რაღაცა რესურსები მაგალითად რომ პირდაპირ აი მაგალითად სხვა პროგრამიდან
გაკეთებული სხვა პროგრამაში მომზადებული რესურსი MBT კოდით შემოვიტანო აქ და ჩაჯდეს ჩვეულებრივ თითქოს ის პროგრამაა. აი ეს უპირატესობა არის ამ შემთხვევაში და ძალიან მაგარია. ხო, აი ეხლა დავბრუნდეთ უკან. ხო, არა, ჯერ ვნახოთ როგორ ის ვიდეო ჩვეულებრივად ჩაჯდებოდა ეხლა რა თქმა უნდა. მაგრამ ეს პრეზენტაცია არის ჯერ. ო, რამდენი ნიუანსებია რა. აი, სად ჩაჯდა ვიდეო. MBT კოდით. შემიძლია აქვე გავხსნა ეს, რა თქმა უნდა, აი ასე. და შემიძლია გადავიდე YouTube-ზე თუ აი აქ დავაწყაპებ. აჰა, ხო, და მაშინ შემიძლია აქვე, აქაც გავადიდო, აქვე, რა თქმა უნდა. თვითონ აქვე გავადიდო სვეიში ვიდეო. ნუ შემდეგ ეს და ასე შემდეგ. ბრუნდებით სამუშაო სივრცეში. ეს ვიდეო ისედაც შემეძლო შემომეტანა რა თქმა უნდა, აი საიდან აი აქედან. Insert და აი აქედან ნახეთ აი YouTube-ი. და აქვე არის ჩაშენებული YouTube-იც. და აქვე შემიძლია მოვძებნო რა აქვე ჩავწერო მაგალითად წინანდალზე თუ მინდა რაიმე ვიდეო შემოტანა, აი იყოს წინანდალი. ჩაწერილია უკვე, ხო? აი არის მე მგონი შემოტანილი რაღაცა ვიდეოები წინანდალზე. თვითით მე ხარ რა მნიშვნელობა აქვს? აი იყოს აი ეს მაგალითად. შემდეგ ღილაკი add დამატება და ეს ვიდეო რა თქმა უნდა ჩაჯდა აქ. ეს ვიდეო შეგიძლიათ და სურათიც პრინციპში აი აქედან ზომაში გაზარდოთ. ახლა ეს ავტომატურად აყენებს პატარას, შემდეგ საშუალო და როგორ გამოიყურება ამას გაიგებთ, როდესაც გადახვალთ play რეჟიმში. უბრალოდ იქ დააყენებ, ხო? ის სამუშაო სივრცეა და საჩვენებელი უკვე არის აქეთ ეს play რეჟიმი. მოდი ეგ დავშალო ეს პრეზენტაცია, თორე ხალხს გვიშლის ძალიან. აი როგორ განახით, როგორ გაიზარდა ზომაში. იქიდან შეგიძლიათ იყოს პატარა მოცულობაში, შეგიძლიათ კიდე ამაზე მთელ ეკრანზე გაიშალოს. ნუ თუკი თუ ასე გსურთ, არ ვიცი ეს თვითონ თქვენი გადასაწყვეტია. დავბრუნდეთ უკან. ნუ სურათის შემოტანა როგორ ხდება უკვე იცით, ტექსტი როგორ შეგიძლიათ აკრიფოთ და შეგიძლიათ კოპირებით შემოიტანოთ. ეხლა მინდა გიჩვენოთ ერთი ძალიან მაგარი შესაძლებლობა, სტეკი. აი ეს სტეკი, რომელიც სტეკი ქართულად ნიშნავს გროვას. რაღაცა ძალიან დიდი გროვა, შეიძლება იყოს დიდი გროვა სურათების. აი, შეგიძლიათ რაღაცას. ერთ ადგილზე დააგროვოთ 100, 150, 200 და უსაზღრო რაოდენობის. მართლა. აი გიჩვენებთ ახლა ამას. ვაწყაპებთ აი ამ ღილაკს stack. აი ასე. და შემდეგ აი აქედან უკვე შემიძლია ძალიან დიდი რაოდენობის სურათები შემოვიტანო და აი აქ დავაგროვო. აი დავაწყაპოთ. ნუ ტექსტი თუ მჭირდება რაღაცა ტექსტი ხო შეიძლება საჭირო იყოს ახლა რომ სურათების როცა ბევრი სურათი შემომაქვს რასთან არის და ტექსტი თავისთავად შეიძლება გამოქვეყნება შეიძლება უსაზღვრო რაოდენობის სურათების კომპიუტერიდან თუ გაქვთ ბევრი სურათები შემიძლია აქედანაც შემოვიტანოთ თუ აქ დავაწყაპებ უკვე აი აქედან შემიძლია შემოვიტანო ძალიან დიდი რაოდენობით სურათები იყოს სურათები მინდა images აი ხლა აი მოვნიშნავ და პირდაპირ მექანიკურად აი ასე ესენი ინიშნება და შემდეგ ერთად დავამატებ
კომპიუტერიდანაც შემოვიტან და იქიდანაც გიჩვენებთ. აი ძალიან ბევრი უსაზღვროდ შემიძლია ეს სურათები, ესე, აი ასე. შემდეგ ღილაკი, აი 23 მომიგროვებია. და დაემატება ეს 23 სურათი და ასევე შემოვიტან კომპიუტერიდანაც. სად იყო ის სტეკი? აი, მოდი აქედან იყოს რა მნიშვნელობა აქვს. ისევ აქედან დავამატებ. თუმცა აი აქედან აი ნახეთ. My device. და აქედან რა თქმა უნდა შემიძლია აი პირდაპირ ალბომებს my pictures. აი ესე მონიშნავთ ერთად და პირდაპირ შემოვა ყველა ეს სურათი. კიდევ შემიძლია აი არ აქვს საზღვარი იმდენის შემოტანა შემიძლია ძალიან ბევრი შემოტანა რასაც ვერ გააკეთებ ვერასოდეს PowerPoint-ში. და ეხლა ესე იგი მე უკვე როცა ღილაკი open. ეხლა იგი ჩაიტვირთება. იტვირთება. აი იტვირთება ნელ-ნელა ყველა ბევრია უკვე შემოტანილი ძალიან სურათები. როგორც ხედავთ. კარგი, ეხლა ვნახოთ როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი და როგორ დაალაგდა. მე მაგასაც თავისი დიზაინი აქვს და ბევრნაირად შეგიძლიათ შეცვალოთ. ვთით, ჩაიტვირთოს. ბევრი სურათია ძალიან შემოტანილი. აი ეს ისინი რა პატარა შუქების ვარსკვლავებით ეგაჩვენებს ხო რო თვითონს. კი, ეხლა უკვე შეგვიძლია მოგცა უკვე საშუალება. ეგ არის სურათები თუ არა? არა, აი ნახეთ ის სურათები სად არის? აი აქ არის. აი ხა ნახეთ. მაგრამ ეხლა ეს არ გეგონოთ, ეხლა ძალიან თვითონ ავტომატურად აყენებს ასეთ პატარა ზომისას. შემდეგ რა თქმა უნდა შეგიძლიათ თქვენ ეს გაადიდოთ აი აქედან და ასე ნახოთ ეს სურათები. აი ასე. მოიცა და რიგრიგობით აჩვენებს თუ შენ გადადიხარ? არა, მე აი ნახეთ თვითონ არის აი სტეკი, გროვა. ხო, კი, გროვა, ხო. მაგრამ მე მინდა რომ ეს გავადიდო. ეს ხო ძალიან მოხერხებულია ამ შემთხვევაში, არა? ნახეთ ეხლა ამისი დიზაინის შეცვლა შესაძლებელია, რო ცოტა სხვანაირად უფრო ეფექტურად დავდოთ ეს გროვა. ეხლა საიდან თავში უნდა ავიდეთ, სადაც დავაჯგუფეთ ესე იგი სტეკი, სადაც ძალიან ბევრი არის სურათები უკვე. ერთი წუთი მივალ იქ. აი აქ არის, აი groups tag. ეგ group, ხო. ხო და ეხლა აქ უნდა გამოიტანოს ამან აუცილებლად უნდა გვიჩვენოს ჩვენ დიზაინი, როგორ შევცვალოთ, შეიძლება შეცვლა. რატო არ მიჩვენებს? მიცადე. ორმოცდაათი სურათია. მაშინ ამ შემთხვევაში რადგან თვითონ არ მიჩვენებს ამას, აი ესე შეიძლება მონიშნო. ხანდახან თვითონაც გამოაქვს ხოლმე ავტომატურად ის დიზაინის, როგორც შეცვალო დიზაინი, მაგრამ ხანდახან აი ესე გაჯიურდება ხოლმე. არ ვიცი რაზეა ეგ დამოკიდებული ვერ გავიგე.
ხან პირდაპირ გამოაქვს დიზაინი, როგორ განალაგო. ხან კიდევ ცოტა ესე. მაგრამ ძალიან კარგია ეგ ფუნქცია, იმიტომ რომ მართლა ძალიან ეფექტურია. დიზაინის ხო? კი, ეხლა ვნახოთ აბა ერთი. მაინც არ მომცა ის რა საინტერესოა. აი აქ უნდა გამოიტანოს ესე იგი და მაჩვენოს როგორ შევცვალო აქ დიზაინი, როგორ დავაიგო. არა, მაგას არა აქ მაგაზე მეტიც გამიკეთებია, აი წინა იმებში ხო ვაჩვენებდი არა, გამოხონდა ზოგჯერ აი ხან ისე აკეთებს, ხან აი ესე გაჯილდდება ხოლმე. რაზეა დამოკიდებული, აი მას ვერ აი გამოიტანო. კი ბატონო, აი როგორი იყოს ეს დაჯგუფების ტიპი? აი group tip, აი ხო აქ გამოვა და თვითონ მონიშნულია ავტომატურად აი ეს. ეხლა ესეც როგორც არის ავტომატურად არა? ის ხო ძალიან პატარებია იქა. აი შემიძლია აქედან გავზარდო ისინი. ცოტა ზომაში. ან ცოტა კიდე გავადიდო, სამი არის ძალიან პატარა, საშუალო და დიდი. დავაყენებ საშუალოზე და ეხლა გიჩვენებთ ეს როგორ გამოიყურება. იმიტომ რომ ის ძალიან პატარა იყო ავტომატურად მონიშნული. აი კიდევ შეიძლება გაიზარდოს ზომაში. და ეხლა თქვა თითო რომ მინდავაჩვენო რა ვშვები. აჭერდა ის გადადის? უი რა მაგარია. დედა გავგიზი. აი აქედან გავადიდოთ ეს და აი ასე ვაჩვენოთ. აი ასე. ეს არის ტეკი. ანუ გროვა, აქ შეიძლება იყოს ძალიან დიდი რაოდენობით. ანუ შენ ეხლა ზედ რო აჭერ გადადის შემდეგზე, ხო? ხო, მომეჩვენა. არა. რა მაგარია რა. ხო და ეს დიზაინი კიდევ ბევრნაირად შეიძლება შეიცვალოს, ეგ თვითონ ადამიანზე არ დამოკიდებული. ნახეთ ეხლა group tips ვაწყაპებთ და აი ეს არის მონიშნული. თუ აი ასე დავაყენებ, შეიძლება დიზაინი, აი გრიდი, ასე კვადრატებად დალაგებული, slide shows ვარიანტში რო გადაიყვანოს, აი ბევრნაირი ეს დიზაინი არის მაგ სტეკისა. აი თუ ამას მოვნიშნავ, ავტომატურად დაალაგებს ამ სურათებს. ყოველგვარი იმის გარეშე, აი თვითონ ავტომატურად დაალაგებს ამ სურათებს და ვნახოთ ეხლა აი მოვნიშნე ესა. ხო, საინტერესოა, აბა როგორი. და გადავიდეთ და ვნახოთ ეხლა ძალიან ლამაზად ალაგებს ხოლმე როგორც წესი, მაგრამ ეხლა ძალიან ისე მაგ ქაოსურად ამაქვს შემოტანილი ეხლა ის სურათები. არა უშავს. ხო, აი ნახეთ როგორ დაალაგებს. ეხლა სურათები არ არის ზოგი პატარა, ზოგი დიდია, თორე ისე ლამაზად ალაგებს ძალიან. როდესაც ის არის შერჩეული სურათები და აი ნახეთ აი. ხო, ის შუაში. დიზაინი კიდევ შეიძლება შეიცვალოს იქედან. მაგარია, ძალიან მაგარია რა. მე ძალიან მიყვარს ეს პროგრამა. ვიცი რა, მართლა საყვარელი პროგრამაა. იცი რა არის, მართლა ბევრ შესაძლებლობას გაძლევს რა, თუნდაც. აი ეს არის მონიშნული. თუ ასე მოვნიშნავ, კიდე შეიძლება ის სურათები როგორ დაალაგოს, როგორ შეუცვალოს
შეცვალოს დიზაინის, სურათების განლაგების. კი. აი slide show-ზე თუ გადავიყვანთ, როგორც იმაში არის მაშინ ხოლმე. თვითონვე იმას იზამს, ხო? გადაიყვანს ერთი. აი ნახოთ. ვახ. ესე იგი, მაგალითად, ნუ პრეზენტაცია რო გაქვს PowerPoint-ის, ამის ნაცვლად შეიძლება ეს აიღო, ხო? ამას მეტი აქვს შესაძლებლობები. ხო, არა, მაგას ვამბობ, ხო. როცა თქვათ მიყავს ან ვებინარი ან რაღაცა, კაია, აი ხო? როგორ და ხო, ეხლა ნახეთ რა გააკეთა ეს. საერთო მოკლედ დავერთი გადავიდეთ სამუშაო გვერდზე. ტიპი. ხო და აი ესედაც შეიძლება დავალაგოთ. მოკლედ ეს არის იმიტომ მოხერხებული, რომ ერთი ადგილი უკავია. ხო, და ისა. და იქიდან აკეთებ გადაყავს, გადმოყავს. გინდაც ისე აჩვენებ, გინდა ასე სწრაფად გადასვლით და ასე შემდეგ. მოკლედ ეხლა აქ დამრჩა მე ვისაუბრო გაზიარების შესახებ და როგორ შეიძლება ეს რესურსი გადმოწეროთ კომპიუტერში. გაზიარება ძალიან მარტივად, რადგან იცით თქვენ უკვე აი როგორ გააზიარებთ. იგივე პრინციპია, anyone რომ ცდომა ჰქონდეთ და გახსნას ყველამ. მაი ჯერ ამას ვაწყაპებ და შემდეგ ისე ვიღებთ აი ამ მულს, აი აქედან მე გავაზიარებ ახლა მან ჩატში ამას. აგაზია და კი როგორ არა აი ეს არის მე მგონი კი და თუ გვინდა რომ რედაქტირების საშუალება მივცეთ აი აქედან edit ამას მოვნიშნავთ და შემდეგ ისე ავიღებთ მულს და ამ მულს მე თუ ჩავაგდებ მან და მოსინჯავ თქვენ გეკნებათ სვეიში მუშაობის შეგიძლიათ გააგრძელოთ მუშაობა ან წაშალოთ, მოკლედ რედაქტირების ფუნქციით გაზიარდება. ამასაც გავაზიარებ. და ნახეთ, რომ გეკნებათ მუშაობის შესაძლებლობა მეორე ვარიანტში. აი ასე. შეკითხვა ხომ არ აქვს ვინმეს? გასაგებია ყველაფერი? დიახ, აბა მეგობრებო. ნამდვილად? ჩემი აზრით გასაგებია ყველაფერი. მე რას ვფიქრობ, იცი, აი, სანამ მომდევნო შეხვედრა გვექნება მარანასთან, აუცილებლად უნდა გააკეთოთ, აი მაგალითად ამ სვაიმში რაღაცა, იმიტომ რომ კეთების პროცესში შეიძლება შეკითხვა გაგიჩნდეთ რა. ეს ხო ისეთი ცოდნაა, რომ აუცილებლად ისედაც თუ მაგას არ გავიძახით, კეთებით სწავლება და სანამ არ აკეთებ, მანამდე ვერ გგონია, რომ გაგებული გაქვს ყველაფერი და რო აკეთებ, აღმოჩნდება რაღაცას ვერ ხვდები და ამიტომ კარგი იქნება, რომ ივარჯოთ, აი თქვენ არაფორმალურ განათლებაში ძალიან გამოგადგებათ ასეთი რაღაცეები და ყველაზე იდეალური იქნებოდა ეხლა პარალელურად რო აკეთებდეთ, მაგრამ თუ ამის საშუალება არ გაქვთ, აუცილებლად მოსინჯეთ. წინა შეხვედრებზე გააკეთეს და ძალიან მოყოფილი დარჩნენ თვითონვე. ხო. იქნება აწი ესე მოახერხოთ, რომ კომპიუტერთან იყო და თან ხო, არა? მომწერეთ, უკვე ზღაპრების წიგნს ვაკეთებთო და გამიჩნდაო იდეაო, რომ ამაში გავაკეთო სვეიშიო, მოკლედ მომწერა უკვე. ხო, რა მაგარია. ხო, აი ზღაპრებს და რაღაცეებს არაფორმალურში ხო აკეთებ და როგორი მაგარი იქნება აქ? აუდიო ფაილებით შეუძლიათ ჩადონ ჩვეულებრივ. ხო, ბავშვებს ჩააწერინონ და ისა. კი ბატონო. ეხლა როგორ შეიძლება გადმოვწეროთ? როგორ შეიძლება გადმოვწეროთ ეს რესურსი კომპიუტერში? აი ნახეთ. ой, მანანა ბოდიში რა. აი მაგალითად შეიძლება ილუსტრაციები ბავშვებმა დახატონ, მერე ამათ გადაიღონ სურათი. კი ბატონო. და მე ხომ ასე მქონდა ის თუ გიჩვენეთ რესურსი თავიდან. ბავშვის ნახატი მქონდა ჩადებული ზუსტად. ხო.
გადაღებული თუ დახატა ძალიან ლამაზად და ძალიან მომეწონა ის ნახატი და ის გადაუღეს სურათია ჩადებული მაქვს ძალიან ლამაზად ის ბავში დახატული სურათი. კარგი ნახატია სხვათა შორის. მე მგონი პატარა დავალება უნდა მივცეთ ხოლმე. არა მე ჩემი პოსტა დავწერე წინა შეხვედრებზე ჩატში და ვთხოვე რომ თუ იმუშავებენ გამომიგზავნონ თავიანთი ნამუშევარი აი ეს მე წინა შეხვედრებზე აი პატარა ნამუშევარი რო გააკეთოთ მეგობრებო იმიტომ რომ მართლა ესე უფრო ისწავლით რა თანაც სულ უფრო მეტად აღჭირდებათ ეს ყველაფერი და აგერ მადლია გასწავლიან მოსწავლეებს შეგიძლიათ ეს უჩვენოთ მოსწავლეებსაც აქვთ ეს პაკეტები ორ შემთხვევაში ეს შეგიძლიათ უჩვენოთ და ის მოსწავლეები ამას ისწავლიან ძალიან სწრაფად ეხლა როგორ შეიძლება გადმოვწეროთ კითხვას მისვავენ ხოლმე და შეიძლება თუ არა რომ გადმოვწეროთ და შეიძლება აი აქედან აი 3 წერტილი რომ არის ამას ჩამოშლით შეგიძლიათ ამობეჭდოთ აი თუ მიერთებული არის პრინტერი print და ეს ამოიბეჭდება პირდაპირ და ექსპორტი თუ დავაწყაპებთ ექსპორტს ნახეთ ეხლა შეგიძლიათ გადმოწეროთ Word-ის როგორც Word-ის ფაილი და როგორც PDF Word-ში გადმოდით კი ბატონო გადმოდის აი და PDF-ში კიდევ მოიცა საიდან დაიწყეს სულა ვერ მოვქენი აი ეს ხო არის სამუშაო სივრცე და აი 3 წერტილი აი აქ ვაწყობთ მან ხო გამახსენდა შეგიძლიათ ამობეჭდოთ ხო პრინტი ხო ექსპორტი რა მაგარია გადავირიე და გადმოგიტანს იმაში მე ორივე ვარიანტს გადმოვწერ ახლავე აი Word-ი დავირიე მაგრამ ეხლა მან თქვა თუ ლინკი გაქვს იმ ლინკს ინარჩუნებს ჰიპერლინკებს ინარჩუნებს კი და ვიდეოებიც აჭდება ჩვენ ხო Word-ის ფაილში შეგვიძლია გავაკეთოთ სურათებით შემოვიტანოთ და ვიდეოებით შემოვიტანოთ კი ეხლა ამას რაღაცა მქონია ესეთი შენახული და იყოს კი ბატონო აი შევინახავ რამე დაარქვით არა პირველი ერთიანი აწერია და გადმოვიტან PDF ფორმატშიაც აი PDF-ი აი ნახოთ აი ეს არის და გავხსნათ ეხლა ეს არის რა ფაილი ეს არის PDF ფორმატში და გავხსნათ ეს მე მგონი წინა ჯგუფთან გაკეთებულია თუ ეს არის ეს პრეზენტაცია ეს არის PDF აი აქტიურია ესენი ხო, მოკლედ აი ასე შემოიტანა ყველა ის სურათია თუ რაც არის, ყველაფერი შემოტანილია, როგორც ხედავთ. Word-ის ფაილში კიდევ შეგიძლიათ რედაქტირება. Word-ის ფაილში ნახოთ ეხლა სად არის აქ Word-ის ფაილი. აქედან გადმოწერილი. ნუ აი ეს იყოს. ეგეც ეს არის. აი ეხლა აქ შესაძლებელია რედაქტირება, მეგობრებო, Word-ის ფაილში. შეგიძლიათ რაღაცა დაამუშაოთ, აწიოთ, გამოწიოთ, გადაწიოთ, დააპატარაოთ და ასე შემდეგ. ნუ რედაქტირება შეგიძლიათ გავუკეთოთ Word-ის ფაილში ამ ყველაფერს. და ლამაზად დაალაგოთ. თუ არ არის ესე დაალაგებული თვითონ, რადგან ბევრი სურათებია აი ასე შემოტანილი.
აი ესეც გადმოწერა, როგორ არის შესაძლებელი გადმოწერა. ხედავთ, რომ შეგიძლიათ გადმოწეროთ ეს თქვენი ნამუშევარი Word-ში და PDF ფორმატში. ეს დიზაინი კიდევ ძალიან ბევრნაირად შეიძლება შეიცვალოს და იპოვოთ, აუცილებლად მიაგნებთ ისეც, როგორიც მოგეწონებათ. ხლა ეს მე ბევრიც არ მიფიქრია ამაზე და არ მიძებნია ეს დიზაინი. სრულიად შესაძლებელია მოძებნოთ ისეთი დიზაინი, რომელიც დააკმაყოფილებს თქვენს გემოვნებას. უφეს პრეზენტაცია. მოლე დაი დიზაინის შესვლა არის შესაძლებელი ძალიან ბევრნაირად. არის რამე შეკითხვა? მე ამოვწურე პრინციპში საუბარი რა აზრის ხართ უბრალოდ ამ პროგრამაზე 1-2 სიტყვით. აი მე ძალიან შტაბია. ხო. ისმენთ? Hildas პროგრამას ვიყენებდი და მე მგონი რაღაცით გავს ალბათ. უბრალოდ ის უფრო ვრცელი და ბევრი შესაძლებლობით. Hilda პროგრამაც იყო ასეთი. ამზადებდით რაღაც სლაიდებს, მე ტექსტებს და ეს, მაგრამ უფრო დახვეწილი ალბათ ვერსიაა იმის. რა პროგრამას იყენებდით ვერ გავიგე. Hilda ქვია, Hilda. ო. ანუ Hilda იცი, მაგრამ რასა იცი. არა, არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ რაღაცა ის იქნება, რა ქვია, მსგავსი ესეთი ონლაინ პროგრამა. უბრალოდ, სადაც მუშაობა იცის ადამიანმა ასეთ პროგრამებში, უკვე ადვილია იმისთვის. აქ უფრო გაგიადვილდებათ ეხლა რა. კი, ნამდვილად. უნდა ვცადოთ. როგორ? ხო, ცადეთ, აუცილებლად ცადეთ, კი. აი, რა ისე. ყველაფერი გასაგებიცას, მაგრამ უნდა ვცადოთ, რომ პრაქტიკაში გამოვიყენოთ. კი, აუცილებლად, ხო. ეხლა მე ჩატში დაგიწერთ, კი ბატონო, მე ჩემ ელექტრონული პოსტის მისამართს. ხო, აი რამეს თუ დაამზადებთ, მანას გაუგზავნით და შემდეგ შეხვედრაზე უკვე უკავშირს მოგცემთ, ან რა ვიცი. ან როგორ ჯობია. აი, მარაფორმალურშიც ხო ბევრი რაღაცები გაქვს გასაკეთებელი და შეიძლება იქაც გამოიყენოთ, არა მეგობრებო? ხა მარაფორმალურ როგორ? პრეზენტაციები მაგალითად PowerPoint-ით ვამზადებდით და ეხლა ამით შეგვიძლია უკვე კი. ო. აი მე დავწერე ჩემი ელექტრონული პოსტის მისამართი და თუ კი რამეს გააკეთებ, შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ჩემთან. ან საერთოდ თუ რამე შეკითხვა გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ მომწეროთ. გიპასუხებთ აუცილებლად. კარგი. მოგლეთ მე თუ არ არის შეკითხები, მე მოვხსნი ახლა გაზიარებას. და უნდა მოვსინჯობდეთ. ой, რაბნელში ვზივარ. არის რამე შეკითხვები? თუ არ არის, მაშინ შეგვიძლია დავემშვიდობოთ ერთმანეთს და წარმატებაც გისურვოთ. აბა, მეგობრებო. გაქვთ რამე შეკითხვა თუ არა? მე არა მაქვს. კარგი, მოგეთ გააკეთეთ, ხო ძალიან საინტერესო იყო. კი, ძალიან. მე ძალიან მოვიხიბლე, უნდა რამე გავაკეთო. ოღონდ როდის არ ვიცი. არა, უბრალოდ ძალიან თანამედროვეა, ძალიან ისეთი ბევრი შესაძლებლობებით გაზიარება. არა, ეს მომეწონდა, რომ სასწაულად მოქნილია რა, აი რაც გინდა და როგორც გინდა მოკლედ. ძალიან მაგარია. მოკლედ ასე. კაი, შეკითხო. მეგობრებო, იქნებ მართლა გააკეთოთ სინჯები რა.
აუცილებლად გააკეთეთ, ძალიან გამოგადგებათ. იმიტომ რომ მე თუ ისა მივიწყება იცის, თუ არ მოსინჯავთ მე ისა გადაივლის და კაი, დიდი მადლობა მანანა. მადლობა თქვენ. მადლობთ, ნახვამდის. რომ მოიცალეთ და მოგზავნით. დიდი მადლობა, ნახვამდის. ნახვამდის. მადლობა, ნახვამდის.